ჩვენ საერთოდ თავს მოგვახვიეს, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო. არ მოძმე სახელმწიფო არ არის უკრაინა, ჩვენ შევხედოთ. ბოლო 10 წელი. სხვადასხვა ხელისუფლებები იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში, ვერ ვიტყვით რომ რაღაც ერთი ხელისუფლების 2014 წლიდან დაწყებული ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან საქართველოს გულისხმობ დაწყებული, თუ ვინმე დამნაშავე იყო, თუ ვინმეს ქართველი ხალხის სისხლი ემართა, თუ ვინმეს ფული აქვს მოპარული, თუ ვინმეს ხალხი ყავს ნაწამები და დახოცილი, ყველა უკრაინამ შეიფარა და არა მარტო შეიფარა, უმაღლეს პოლიტიკურ 2012-დან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნეს. და ჩვენი სამინისტროს და პროკურატურის და შესაბამისი სტრუქტურების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ეს ადამიანები ჩვენთვის არ გადმოუციათ და დღეს ადეიშვილი ევროსტრუქტურებში უკრაინის სახელით დადის და ლაპარაკობს რაღაც იქ პოლიტიკურ საკითხებზე. რა ის ჩვენი მოძმე სახელმწიფო არის, როდესაც ომი 3 დღის დაწყებული იყო და ელჩი გაიწვია უკრაინის ელჩი და აქ ვიღაცა ის დაგვიტოვა კასიანოვი, რომელიც შეურაცხყოფაზე აყენებდა ჩვენ სახელმწიფოს და ქვეყანას. ამიტომ უნდა დადგეს ჩვენი სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე ის ეხა რიტორიკა რომ აი რაღაცა ომშია ქვეყანა და ჩვენ ძალიან ბევრი ვაპატიეთ და ყველა წითელი ხაზი არის გადალახული.